მეუფე იაკობის ტკივილი. 7. მონასტრის კედლები და მეუფე იაკობი დადუმებული ზარების ხმაში ლოცულობს. მისი თვალები საუკუნეების ტკივილის სარკეა, სიჩუმე კი მთვარესავით მძიმე. ხოლო ხალხი მოდის, თავშეუკავებელნი, კადნიერნი, თითქოს საკუთარ გულში ვერსად იტევენ ღვთის სიტყვის ტკივილს. მეუფელს გულს კი ორმაგი ტვირთი აწვება, სხეულით მიწიერი, სულით კი ზეციური. ირგვლივ მანქანებია, ძალიან მდიდრული. შეიძლება მხოლოდ ღრმა სიჩუმეში იგრძნო ეს მანქანები. როგორ იკუმშება სულის ძაფი, როგორ არღვევს სულიერ ტრაგედიას ყოველდღიურობა და როგორ რჩება ადამიანი მარტო, მუხლებზე დამხობილი, ნამძინარევი, სინათლის წინაშე.